ერთი გამოწვევა, რაც ახლა აქ ყველაზე მაღალი გამოწვევა ცნობადობის შემდეგ, ეს არის ის, რომ რამდენად არიან პროფესიული წრეები მზად პროცესში ჩასართავად, იმიტომ რომ ადვოკატები როგორც წესი ცოტა ან ესე ვთქვათ სკეპტიკურად უყურებდნენ, იქიდან გამომდინარე, ადვოკატები ჩვენ ისედაც ვახორციელებთ, ანუ ეს მიდგომა აქვთ, რომ ჩვენ ისეთ ვახორციელებთ მხარის მორიგების მცდელობას. და მედიაცია ხო არ არის ეს ჩვენს როლში შეჭრა. აქვთ გინდა არ გინდა, ვერ არის და არ არის, იმიტომ რომ ადვოკატი გინდა არ გინდა მხარის წარმომადგენელია, მედიატორი ნეიტრალური პირია და ამ შემთხვევაში სხვა მოცემულობა და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მხარე ხანდახან არ იცის. ხო, სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპი უფრო ვიდრე მედიაცია არ გამოდის შეჯიბრობითობის პრინციპი. შეჯერების პრინციპი უფრო გამოდის. ან მედიაცია გამოდის თითოეულ მხარეს ჯერ ინდივიდუალურ პროცესი როგორია, ხო? ჯერ ცალსაკე მხარესთან მუშაობს, შემდეგ ერთობლივ შეხვედრებზე მუშაობს. და აქედან გამომდინარე, ის აკეთებს თითოეული მხარის ინდივიდუალურად. მას არ აქვს ემოციური მდგენელი მხარესთან. ანუ არც გაღიზიანება აქვს, არც რაღაც ზემდგომი შეგრძნების მოცემულობა აქვს, არც რაღაც ფორმალური მოცემულობა. ადვოკატები რაღაც ეჭვიანობენ მედიაციაზე. არის ცოტა ეგ მომენტი. ამიტომ ძალიან აი ამ წუთას როგორც მედიატორს მე მქონია მეტწილად პრობლემები, როდესაც მიჭირს მხარის მოყვანა, ანუ ადვოკატს გუმნო ვთხოვ, ძალიან ვიმუშაო, რომ მხარე მოიყვანოს. ამბობს, რომ მე ვიქნები მხარის მაგივრად. მედიაცია მხარესთან ვერ არის ესეთი შედეგობრივი, როგორც ბოდიში ადვოკატთან ვერ არის ესეთი შედეგობრივი, როგორც მხარესთან იქნება, იმიტომ რომ მხარემ საკუთარი ინტერესების უფრო ფართო სპექტრი იცის, ვიდრე ამის მანდატი შეიძლება ადვოკატს ჰქონდეს. კი ბატონო, ფინანსურ ნაწილში რამდენად მომგებიანია მედიაცია, ანუ ღირებულებით ნაწილში ასე. გაცილებით მომგებიანია, იმიტომ რომ ჯერ დანახარჯის ნაწილი, როგორც პროცესის მხარდაჭერის ნაწილში, ასევე მომსახურე ჩართულობის ნაწილში და ასევე გადასახადის ნაწილში, რომელიც